ცეცხლი, წყალი, აერი და მიწა, რომლებიც თითოეულ ელემენტარულ სხეულში შერეულია ტრანსმუტაციის და გაერთიანების გზით. როდესაც საგნები განადგურდებიან, თავიანთ საწყის ელემენტარულ მდგომარეობას დაუბრუნდებიან. არ არსებობს ელემენტი, რომელიც აბსოლუტურად სუფთაა, არამედ ისინი მეტ-ნაკლებად შერეულნი არიან და ერთი მეორეს შეცვლისკენ აქვთ მიდრეკილება. მიწის ხრწნის შედეგად იგი ჭუჭყიან წყლად იქცევა, ხოლო წყლის გამკვრივება თავის მხრივ მიწას წარმოქმნის. სითბოს მეშვეობით აორთქლებული წყალი ჰაერად გადაიქცევა, ხოლო მკვრივი ჰაერი სინათლეს წარმოქმნის. სინათლით დამწვარი ჰაერი გრილდება და მიწად იქცევა, ქვად და გოგირდად. იგი გაელვებით გამოიხატება. პლატონიც მოცემულ თვალსაზრისს იზიარებს, რადგან მისი აზრით დედამიწა მუდმივად ცვალებადია და თითოეული ელემენტი ყოველთვის იცვლება. დააკვირდით, თითოეულ ელემენტს ორი სპეციფიკური თვისება გააჩნია. პირველი, რომლითაც საკუთარ თავს ინარჩუნებს, ხოლო მეორე, რომელიც თანხმობაში მოდის ცვლილებასთან, როდესაც ერთი ელემენტი მეორედ გადაიქცევა. დავაკვირდეთ, ცეცხლი არის ცხელი და მშრალი, მიწა არის მშრალი და ცივი, წყალი არის ცივი და ტენიანი, ხოლო ჰაერი არის მშრალი ან ტენიანი. ამ გზით ელემენტები საპირისპირო თვისებების მიხედვით ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, როგორც ცეცხლი და წყალი, მიწა და ჰაერი. ეს არის ყველა სხეულის, ქმნილებისა და თვისების საფუძველთ საფუძველი. იგი, ვინც ელემენტთა ხარისხებისა და ნარევების ცოდნას ფლობს, ადვილად განახორციელებს ისეთ რამეებს, რაც მშვენიერი, გასაოცარი და სრულყოფილია მაგიურ მეცნიერებაში. მეოთხე თავში ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპამ ელემენტთა 3 ორდენის შესახებ მოგცა ინფორმაცია. კერძოდ, როგორც უკვე ვიცით, არსებობს 4 ელემენტი, რომელთა სრულყოფილი ცოდნის გარეშეც მაგიაში ვერაფერ შევძლებთ. თითოეული მათგანი სამმხრივია, რომელსაც რიცხვ 12-მდე მივყავართ. ციფრების 7-იანისა და 10-იანის გავლით შესაძლებელია პროგრესი განხორციელდეს უზენაეს ერთიანობამდე, რომელზეც ყოველი ძალა და ოპერაციაა დამოკიდებული. რიგითობით ელემენტთა პირველ ორდენს წარმოადგენენ სუფთა ელემენტები, მათგან არც ერთი არ არის შერწყმული ან ცვალებადი და არც ტრანსმუტაციის შესაძლებლობა არსებობს. მესამე ორდენს განეკუთვნებიან ელემენტები, რომლებიც თავისთავად ელემენტები კი არ არიან, არამედ ორჯერ არიან შერწყმული. ისინი ერთი მეორეში მრავალფეროვნად და ცვალებადად მონაწილეობენ. მათი მეშვეობით წარმოიქმნება გარდაქმნა, ტრანსმუტაცია, მომავლის ცოდნა, წინასწარმეტყველება, ბოროტის განდევნა და კეთილის სულების თანმყოფობის მოპოვება. ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ ვერავინ შეძლებს ამ 3 სახის ელემენტისა და მათ შესახებ ცოდნის გარეშე მაგიის ოკულტურ მეცნიერებებთან და ნატურალურ მაგიასთან მუშაობას. გამოიწერე კოდის YouTube არხი, ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.